როცა პირველად დავიწყე სულიერი გაღვიძების გზა, ძალიან მკაფიოდ გავაცნობიერე ეს ცოდვის ბორბალი. არ ვიცი, პირველად მე დავარქვი თუ არა ამას ცოდვის ბორბალი, მაგრამ უბრალოდ ზედმეტად ნათლად დავინახე ეს ყველაფერი, ალბათ. უბრალოდ იცი ამ ბორბალზე ყოფნა საჭირო რომ როგორმე იშოვო ფული. და იყო საზოგადოების ნაწილი, ასე მგონია. და ეს ნამდვილად ჰამსტერის ბავდალია. ის მაშინვე ჩერდება, როცა შენ მონაწილეობას წყვეტ. და ახლა აქ ვარ და ვფიქრობ იმაზე, იცი, როცა იესო ჯვარზე თქვა, აპატიემათ მამაო, რადგან არ იციან რას აკეთებენ. ახლა ხვდები, რომ ასეთი განცხადების გაკეთება შეეძლო. იგი გულისხმობდა იმას, რომ ეს ყველაფერი ობიექტურად დაინახა, იმ ბორბლის გარედან. იგი ამ ბორბლიდან გამოვიდა, ხომ ასეა? იგი ამ ყველაფერზე მაბლა დათქა. მან მარყუჟი დაილახა, უსასრულო ციკლი რეაქციის, ბრალის დადებისა და სიბრმავისა და მან ამის ნაცვლად სიყვარული აირჩია და ამ ყველაფერზე მაღლა დადგა. ის სისტემები, რომლებსაც ბევრი ადამიანი სურს გაეცალოს, იგივე ჰამსტერის ბორბალია, მოძრაობის ილუზია, რომელიც არსად მიდის. ნამდვილი ცვლილება არასდროს იყო განკუთვნილი მის შიგნით მოხდეს. ანუ როგორ შეიძლება ასე იყოს? რადგან რომ ასე ყოფილიყო, მაშინ თვითონ ბორბალი შეწყვეტდა ტრიალს, ხომ ასეა? ამიტომ ისინი არ მოგცემენ ნამდვილ გზებს ცვლილებისთვის, რეალური ცვლილების მოხდენისთვის, რადგან ბორბალს არ შეუძლია თავის თავს მისცეს უფლება გაჩერდეს, ხომ ასეა? ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ პატიება ნიშნავს ბორბლიდან ჩამოსვლას და ილუზიის მიღმა დანახვას. აი, ეს ნიშნავს ამ ყველაფერზე მაღლა დადგომას და გაღვიძებას.